მოდი ვნახოთ, ვინ ხარ მისთვის. მისთვის ხარ პიროვნება, რომელმაც ყველა გზა მოჭრა მასთან მისასვლელი, რომელიც მის წინაშე ყოველთვის რაღაც ბარიერებს მართავს და იცავს თავს მისგან, მასთან კომუნიკაციისგან. და გონია, რომ ის ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს შენთან მოახლოვებას. მისთვის ხარ პიროვნება, რომელიც გართულია თავისი ცხოვრებით, რომელსაც აქვს ახალი მიზნები, ახალი ცხოვრება და რაღაც დიდს გაყურებს. შეიძლება ეს ადამიანი იტანჯებოდეს კიდევაც, ისეთი პიროვნება ხარ მისთვის, ვისაც აქვს რთული პერიოდი, რაღაცები უჭირს, რაღაცები სჭირდება, მაგრამ იმდენად ამაყია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ მიმართავ მას. და თავად გაუმკლავდები შენს ყველა პრობლემას, თავად იბრძოლებ შენს ყველა ომში და ხედავს როგორც პიროვნებას, რომელიც მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ სირთულეს. ამ ადამიანს ბოლომდე არ ესმის, როგორი პიროვნება ხარ შენ, არ ესმის ის თუ სუსტი ხარ თუ ძლიერი, კარგად ვერ გაუგია ეს ყველაფერი და არ არის თითქოს იმაში დარწმუნებული, რომ შენ შეძლებ ამ ყველაფერთან გამკლავებას და იმედი აქვს, რომ გაგიჭირდება და ისევ მიხვალ მასთან. აბა ვნახოთ კიდევ რას ფიქრობს. ფიქრობს, რომ არის რაღაცები, რაც შენი ძლიერი მხარეა. შენ შეგიძლია რაღაცებზე დაკვირვება, აზროვნება, აი ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც შენ შეგიძლია, მაგრამ თითქოს ფიქრობს, რომ არ ხარ ისეთი პრაქტიკული ადამიანი, რომელსაც შეუძლია რეალურ ცხოვრებას შეეჭიდოს. ცოტა ისეთი ადამიანი ხარ მისთვის, ვინც თავის სამყაროში ცხოვრობს, თავისებური ხედვა აქვს ცხოვრებაზე და ვერ აგიქვავს ძლიერ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია თავის ცხოვრება მართოს. მოდი ვნახოთ, რას გეტყოდა ეს პიროვნება. ეს პიროვნება გეტყოდა, რომ ნუ ქმნი ხელოვნურ ბარიერებს ჩემსა და შენს შორის. ან ნუ ცდილობ ჩაჭრა და დაასრულო ის, რაც არ არის რეალურად დასასრულებელი, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ მზად ვარ მოქმედებისთვის, ჯერ კიდევ მზად ვარ ნაბიჯების გადმოსადგმელად, მე ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე, ძალიან ბევრი რაღაცა გავიაზრე და მე მოვალ შენთან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შემოთავაზებით. ვაუ! შეიძლება აქ იგულისხმებოდეს ხელის თხოვნაც და ეს ადამიანი ამ ყველაფერს გეგმავს. ნახოთ აბა, ეს არის მისი ფიქრები და რეალური ნაბიჯები რა იქნება. რეალური ნაბიჯები იქნება ის, რომ ეს ადამიანი გააცნობიერებს იმას, რომ შენ ნამდვილად არ ხარ სუსტი ადამიანი, შენ ხარ საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ შემდგარი, საკმაოდ დამოუკიდებელი და რეალურად ყველაფერთან გამკლავება შეგიძლია შენს ცხოვრებაში და დაინახავს იმას, რომ ძალიან გატკინა ამ ადამიანმა გული, ძალიან გაგიცრუა იმედები და ამ ყველაფრის შემჩნევა მოუწევს. დაინახავს, რომ სწორედ ის არის მიზეზი იმის, რომ შენ ასეთი ძლიერი ხარ. სწორედ ის იმედგაცრუება მიზეზი, რაც მან გაგატარა, რომელიც მან მოგიტანა. და ამ იმედგაცრუებამ, ამ სირთულებმა, ამ დანაკარგებმა თითქოს შენ ბევრად უფრო ძლიერი გაგხადა. და ეს ადამიანი ნელ-ნელა დაინახავს ამ ყველაფერს და დაიწყებს ამ ყველაფრის გააზრებას. რომ შენ არ ხარ სინამდვილეში ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორც მას წარმოუდგენია, რომ პირიქით შენ ხარ ძალიან დიდ კომფორტში. და პრინციპში საერთოდ არ ფიქრობ და არც იხედები მისკენ. რის გამოც ეს ადამიანი აღმოჩნდება თავად თავისივე შექმნილ ჩიხში აღმოჩნდება და იმედგაცრუებული დარჩება იმ მოლოდინებისგან, რომელიც ჰქონდა.
ის დაინახავს, რომ შენ აღარ რასოდეს იქნები ისეთი, როგორიც იყავი. რომ ის ბავშვობა, რომელიც შენში იყო, ის ნდობა ადამიანების მიმართ და მის მიმართ, ის გულწრფელობა, ის სილაღე, აი ის რომ შენ გიყვარდა ეს ადამიანი საკუთარ თავზე მეტად და აფასებდი მას და მისთვის ბევრად მეც აკეთებდი შენ ვიდრე საკუთარი თავისთვის. აი ამ ყველაფერს დაინახავს და იმას დაინახავს კიდე რომ შენ აღარ იქნები ასეთი. იმიტომ რომ შენ აღარ ხარ ბავშვის პოზიციაში ამ ურთიერთობაში, ხო? იმიტომ რომ შენ გაიზარდე. იმიტომ რომ შენ არ გჭირდება ამ ადამიანის სახით დამხმარე. შეიძლება ადრე გჭირდებოდა, მაგრამ ახლა აღარ. და ეს ყველაფერი მოდის გულის ტკენიდან და მასაც ადგენს გულს, რომ შენ აღარ იქნები ისეთი, როგორიც იყავი. შესაბამისად, ის რომ შენ აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი, ამას შეცვალა შენი მოთხოვნილებებიც და შენი სურვილებიც, ის მოლოდინებიც, რომელიც გააქვს საპირისპირო სქესიდან, ხო, რომ შენ გჭირდება ზრდასრული ადამიანი გვერდით, იმიტომ რომ შენც ასეთი ხარ. ამ ყველაფერს დაინახავს. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ამ გაშლის განმავლობაში, უფრო მეტი და საინტერესო ინფორმაციისთვის გელოდები პირად სესიებზე. აბა შენიც წარმატებებს გისურვებ.